გამოვჯამრთელდი. საავადმყოფოდანაც გამომწერეს. ილიასი ჰენის თავს რატომ დაესხა? ასიე თავად თქვი რომ ახლახანს გამოგწერეს. მორჩი დაკითხვას. მიდი. ასიე. თურმე ჰენის მეხსიერება არ დაუკარგავს. ამაზე ადრეც ვეჭვობდით. არი ღელბო. კარგი, მერე? სულის არის? ჰელინმა შენიშნა რომ ფილის ილიასი მოსწონდა და იეჭვიანა. სამსახური დააკარგინა. თუ რაღაცა მის მსგავსი. რა? ხო. ფილისმა გამოააშკარავა. ჰელინთან საუბარი ჩუმად ჩაიწერა. ჯერ ჰელინს დაელაპარაკა. შემდეგ კი ჩანაწერი ილიასმა უსმენინა. როცა ილიასმა გაიგო რომ ჰელინი ამდენი თვის მანძილზე ატყუებდა, გაბრაზდა. რა თქმა უნდა, გაბრაზდებოდა ასიე. ასიე? არა, კარგად ვარ. დაუჯერებელია. ვუთხარი რომ ამ ძაფისგან ჟილეტი უკვე მოქსოვე და ახლა შარვალი უნდა მოქსოვო მეთქი. როგორ არ გწვენია ბატონო ბახათინ? მიმი ფურთხებია შენთვის. აი თურმე სად მიდიხარ? სახლიდან დილა უთენია რომ გარბიხარ. უნდა მიუხვდარიყავი. ისედაც გასაგები იყო. შენც უსირცხვილო ხარ. სირცხვილია ქალბატონო სეჰერ. უსირცხვილო ჩენ იქცევი ქალბატონო მარიამან. ცოლიან მამაკაცთან რა გესაქმება? მიდი მოყევი. რისი იმედი გაქვს? გირჩევ გაჩერდე. გიპასუხებდი ასიე რომ არ მიყვარდეს. მაგრამ საჭირო არ არის. შენს დონემდე არ დავეცემი. მოიცა მარიამან. მამქალის ნათქვამზე არ გავრასდე. თუ მარტი გწამს. დამაცადე შენთან ლაპარაკი არ დამიწყია. ხმერთო ჩემო რას ბოდავ? რას ბოდავ? გეფიცები არაფერი გამიგეთებია იჩა. დავინახე. ერთად ისხდნენ ერთმანეთის სქერით ყვებოდნენ. შემდეგ დამინახეს. თაჰირი ადგა და სახეში დამარხა. რა უნდა მექნა? კარგი უსმენ. ყინული დაიჭირე. ღმერთმა დასწავლოს. მაგრამ მამას ასე არ დავდოვებ. არ ინერვიულო. Alo Fatma Hanım. Alo, ქალბატონო ფატმა. როგორ ბედა, ჩემთან დარეკვას. Beni. მომისმინე. Sana kaç kere რამდენჯერ გითხრა რომ შენი თავქარიანი გოგო დააწყნარო. მაგრამ არასდროს მისმენ. შუა ქალაქში ისევ სცენა მოაწყო. ოსმანმა დაინახა, თაჰირს რომ კოცნიდა. დახმარება უნდოდა დაცვა, მაგრამ თაჰირმა სცემა ესაწყალი. რა თქვი კახბა? შენ რა, სიცოცხლე მოგბეზრდა? ალო. aldılar başladı. მიიღო რაც დაიმსახურა. ფატმა ნამდვილი ალქაჯია. ახლა ვერავინ გადაურჩება. აი ნახავ. სიბელი გარეთ ხვირსაც ვერ გამოყოფს. სახლში გამოკედავს. უარესის ღერსია, უარესის. ალბათ შვეიცარია. მაიჩა, თუ შვეიცარია უთხარი რომ ტკივილ გამოყუჩებელი მოიტანოს. ხვირის საშინლად მტკივა გეფიცები. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა. ოსმან, ძალიან მწუხარ. გავიგეთ რომ დღეს დილით გცემეს. მე და ჩემო საქმე რომ გადავწყვეტეთ მოვსულიყავით. იმედია ხელი არ შეგიშალეთ. ყვავილები წყალში ჩააწყვეთ. მალე დაჭკნება. თუ არ გინდათ რომ ყვავილების სასწრაფო გამოვიძახოთ, წყალი დაალებინეთ. ჩააწყვე წყალში. დასხდეთ ძირფასა. დაბზადეთ, ნუ გახართ. ხმერთო ჩემო რა კოშმარია. რა ჩაიფიქრეს? შეშილებს რითი მკურნალობენ. კარგი არის მოხვედით. მოწყნილები ვიყავით. რას დალებთ? ჩაის ყავას თუ გამაგრილებელ სასმელს? იქნება დამამშვიდებელი კოქტეილი გინდათ. კოქტეილი არ შეიძლება. თუ დავლებ ალკოჰოლი თავში ამივარდება და აგრესიული გავხდები. მაგრამ თქვენ დალიეთ. ჩვენ კი გიყურებთ.
ჩვენ უნდა დავლიოთ? დიახ, დალიეთ. დიახ, რა თქმა უნდა, რა პრობლემაა. მე და აიჩა დავლევთ. რა დავლიოთ? რა დალიონ იფეკ? არ ვიცი, რა გაქვთ? არ ვიცი, რა გვაქვს? ასიე. მაბადია, მაგრამ დედა შენი მეჩხუბა. მამა შენის თანდასწრებით რა არ მითხრა. ვერ მოვითმინე, გამოვედი და კარი გამოვიხურე. ისინი მაღაზიაში არიან. უბრალოდ გაფრთხილებ. ასე თუ ისე, მაღაზიას პატრონი ხავს. დედა ჩემს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ეჭვიანია. თან მაღაზიაში მალე დავბრუნდები და შენ საქმეს მიხედა. ასე არ შეიძლება, ნუ ნერვიულობ. Sen de döneceksin işinin başına. Olmaz öyle. გეყოფა. არა ასიე. ნუ მაძალებ. ეს ოჯახური პრობლემებია. ვერ ჩავერები. არ მინდა მსგავს რამეში გავერიო ასიე. არა. დაუ. Sen benim ailem. შენ ისედაც ჩემი ოჯახი ხარ. შვილო. სახლში წავალ. ბაზარშიც უნდა გავიარო. ბევრი საქმე მაქვს. სახლში წავალ. იცი რა? მოდი ყოველ კვირას ვესტუმროთ. აღფრთოვანებული ვარ მათი სახის გამომეტყველებით. კინაღამ მოგდნენ. შიშისგან კინაღამ დაიხოცნენ, გეფიცები. ჩვენთან დავპატიჟოთ. იქნებ ერთად ვივახშმოთ. და სიტყვი. ვიმეგობრებთ. ჩვენი მომავალი შვილები მათ შვილებს შეაშინებენ. ქორწილში მეჯვარეება წავიყვანოთ. სიცილისგან კვდები. ჩვენს ვაჟებს მათი ქალიშვილები შევხვდათ ცოლად. წარმოგიდგენია? ჩემი მისამართი საიდან გაიგეს? რა ვიცი, საიდან გაიგეს შენი მისამართი აიჩა. ღმერთო ჩემო. მოდი აქედან წავიდეთ. თუ გინდა დავულოდოთ ბოლოს როდის მოგვიხებენ. მაგრამ მოდი ამ ქალაქიდან წავიდეთ აიჩა. პოლიციაში უჩივე. ციხეში ჩასვი. რამე გააკეთე? შვილო, შენ ვინ ყოფილ ხარ? თქვენს უსირცხვილო საქციელს როგორ გაამართლებ? დედა. რა დედა რა? საკმარისია. ისედაც უამრავი პრობლემა მაქვს. თქვენ მაინც ნუ მიშლით ნერვებს. ამას უყურე, უყურე ერთი. ზურგიც კი შემაქცია. მოშორდი თაჰირ. მოშორდი აქედან თვალით არ დამენახო. ილიასი დაბრუნდება და ამის გამო პასუხს აგებ. Anne yok öyle bir şey. დედა, მსგავსი არაფერი მომხდარა. შენ რა დღემდე იმ უნამუსო აიჩას იგჯერა? Bu Osman denen საზიზღარი ოსმანი მოვიდა. სისულელე ილაპარაკა. ამის გამო ძმა თაჰირმა სცემა. სულ ეს არის. ასე ნუ იქცევი, გემუდარები. ძმა თაჰირმა არა. სიბელ. იმ კახბა აიჩასგან რითი განსხვავდები? შორს წასვლა საჭირო არ არის. დედა. დედა, დამშვიდი. მოდი მოვუსმინოთ, გავარკვიოთ. გეყოფა ნერმინ, თუ ღმერთი გწამს. არც ერთი დედა არ ყოფილა შვილების გამო ასე დღეში, როგორც მე ვარ თქვენ გამო. ამდენი წელი ვიტანჯეთ. არ ვიცოდით ცოცხალი იყავი თუ არა. ჩაალაგე და წახვედი. შვილი გააჩინე. უცხო ადამიანებს მიუყვანე. ჩვენ კი არც ვიცოდით. ილიასი კინაღამ მკვლელი გახდა. იმ ქალების გამო ირგვლივ რომ შემოიკრიბა, ციხეში აღმოჩნდა. მეორე კი სულ ახალგაზრდა იმ ქვეყნად წავიდა, მოტოციკლის სიყვარულის გამო. მერე მამა შენი დავგრძალეთ. ღმერთო, მალე მომკალი რომ დავისვენო. საკმარისია. მე ყოფა, საკმარისია. კარგი დედიკო, კარგი. ნერმინ, ახლა სიბელის თავი არ მაქვს. ძალა გამომელია შვილო. კარგი დედა, კარგი. დამშვიდდი. გეყოფა. შენ გვერდით ვარ. ღმერთო, მალე მომკალი რომ თქვენგან დავისვენო. გეყოფა დედა.
İşte başlıyoruz. იწყება.